ვიცი ვისაუბრე, მაგრამ ტექნიკას არ ვფლობ. ბევრ რამეს ვფლობ. მარტო ორი კნოპკა ვიცი, ესე იგი, გავიდე ეთერში და დასასრულს დავარტყავ ხელზე, всё, ეგი ვიცი მარტო. და ევიღები, არა, რა, ბევრი რამე არ ვიცი და ეგ რაღაცები ელემენტარული ვიცი. ამიტომ შეიძლება წინა ჩაწერით არ ჩამიწერია თქვენი ჩემი ლაპარაკი, ჩემი საუბარი და მოდი ისევე განმეორდები. მინდა თქვა, რომ ბიძო შტერია რა, აცულელია, მაგრამ მოკლეჭკუა ისე. მოკლეჭკუა მაგი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ჩამოიშალოს მთლიანად და ჩამოშლის მდგომარეობაში არსებობს კიდე ნიანგივით, არა? იქნება, ხო? სანამ ჩაძაღდება და რაღაცა, მაგის მოდგმა. მიტომ უნდა ჩამოშლა სახელმწიფოსი, მაგრამ ჩამოშლას იჭერს, მიტომ ახლა პირველი დღიდან იცოდი, რომ იპარავდნენ მაგენი. პირველი დღიდან შენ კაბინეტში შენთან მოდიოდა მაყუთი მაგენიდან წილები. ველაფერი აბსოლუტურად იცოდი. 12-14 წელს უკანაც იცოდი და იმის იქითაც იცოდი. შენ ბიჭო კაპიქს გაგაპარებს ვინმე? ყველგან გაქვს შენი ლეკვები შეგზანილი და იგი არ იცოდი. ახლა ბიჭო პრემიერ-მინისტრად რომ მიდის კაცი. უკვე იმას სტავკა აქვს. მოსატანი შენთან იცი, იმიტომ რომ deep state შენ ხარ. კულისებიდან იმაშობი. არეგულირებ. შენ ნიშნავ და შენ ხსნი და შენთან ეკნება საქმე ეპარაფრა იქნება. მოდი ახლა ბიჭო გოიმიკი არა ვინ არა. რაის გუშინ წინ გეიგეთ რომ იგი თურმე კარპური შენია შეოჯახაშენებულო. ასაშენებელო თუ აშენდი. კარპური ხო შენია. არ იცოდი რა ფასები ედვა და მე პარალელურად მე შეთანხმებები როგორ ხდებოდა ერთმანეთში? ფასებში და იმაში იქნე ის ტავარი რო ჩამო ნაგავი ჩამოგაქვთ ან ხოცავ ხალხ ბიჭო. ნაგავი და ადგილობრივი მიწათმოქმედების ქვეყანაში პური არ ხორბალი არ მოყავთ. საღმი მკვდარმა შევარდნაძემ კიდე ჩალბობია კახელებს თელი მოსავალი და იყო წლების უკან. და მონოპოლია რო არის იგი არ იცოდი? და რო უკუღმაბრუნა და წისკვილი არ იცოდი? ყველაფერი იცოდით ბიჭო. მაგი უთხარით იმას. ბიჭო პატარა ბავშვი აღარ მოატყუებთ უკვე. всё, თქვენ ამოტივირებული ხართ. ჩარნაფიქს გეტყვით ახლა. მასონების გეგმაში არის რომ ჯერ ერთი რელიგიები გაქრეს რელიგიები გააქრონ საერთოდ თავიანთი იმიტომ რომ მოწინააღმდეგე მასონური რელიგიას დააწესებთ თქვენ ერესულს სიონისტურს ხო და ეგენი უნდა გააქროთ სულ მაგრამ სულას კი გააქროთ მაგრამ მართლმადიდებლობას ვერ მოუხერხეთ ვერაფერი აი ამიტომ გვებძით ჩვენ ერთ მუჭა ქართველებს და ქრისტიანებს და მართლმადიდებლებს ხო და ზუსტად მასონებს აქ ჩაფიქრებული ის რომ ესე იგი ჩვენ არაბებმა უნდა ესე იგი გაგვიკაჩოს ასე რომ ვთქვათ ბრძოლა ხო და კულისებში დგია ებრაელთა მასონები ცალკე ესე იგი ჩვენ დევეტაკებით არაბებს მე ესენი მე ჩვენ დასუსტებულზე რაღაცა ეგებო გაგვიშალიჩონ და დაგვაჟდნენ კისერზე დაწურბლებივით როგორც ახლა გვაზიან და მითხემში იჯექით კიდე ჩვენ კისერზე და ვითრედით ქართველი მაგარი მომთმენია თუ მე თუ გადმოგიღო და ზდრიკაძის მე ლახაც დაგივაც საქმე ხო და ეს ბუტაფორია და ეს სახელმწიფოების ჩამოშლა უნდა ბიძოს
მიტო იჭერს პრემიერ-მინისტრებს იმას ამას უკვე всё ესე იგი იზილება ეს ყველაფერი უბედურობაში ხო და მე ესე იგი წამოგვაჯდება ესე იგი ეს არაბების მაგების იარაღი კარგად აქვს ბატონო და ჩვენ ასე დანარო შევიდოთ და ქუჩაში და ვგევიდეთ ჩვენ გვიჭერთ ხო ჩვენ თუ ქუჩა გადავგედეთ გვიჭერთ სხვა რელიგიის წარმომადგენლებმა თუ გადაკეთა ქუჩა თურმე იგენი ლოცულობენ და აქ უფლება აჰა მასია ბიჭო საქმე ის ქართველი შვილი როა უტვინო შენ ქართველი შვილი კი არა შენ ხარ ბიჭო ან კიდე ფალავანდის შვილი 24 საათი იჯექი ალტიფოს ბიჭებში თურმე გველი უბეში ყოლიათ ბიჭებს ან იგი კიდე მანჯავიძე მანჯურია შენ საქმე ჩაჯმულია შეუბედურო ჯონ დონო ბრუნო ეს კიდე ბიჭო ამოტივდიდა ბევრი ამოტივდება კიდე ვითომ კონსერვატორი ნამდვილი კონსერვატორები არის ძველი ალტიფო კონსერვატორები საქართველოში რომელიც თანმიმდევრობით წყნარად ტკბილად აზრიანად შრომობენ და აგებიებს მთელი საქართველოს მოსახლეობას რაც ხდება ლეგიტიმაცია არ აქვს და არალეგიტიმურ მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკური პარტია მე პოლიტიკურ პარტიას მაინც არ ვუძახი მაგ ქართველები არიან პატრიოტები მეტი არაფერი ესე იგი რისი თავიც აქვს აკეთებენ იმას აჟღერებენ ინფორმაციას ღებულობენ სწორად განჟიან საკითხს და დადებენ და მოგაწოდებენ თქვენ ყრუებო ზოგიერთ ყრუს ვეუბნებით თუ არა კეთილ და აზრიან ხალხთან არ მაქვს საუბარი გაწევი იგინით და ჩვეულებრივად შიფრავენ კი ბატონო არა ეგ შეურაცხყოფა 7 წელიწადია გონია უყურებ მე ამგეს აი მოყოლებული სოციალურ ქსელიდან ხო ერთი ტელეფონი დაიწყე ხო ერთი ტელეფონი მე ტელევიზიაში შექმნან და ტელევიზიაშიც უყურებდი მაგათ გამოსვლებს შემდეგ გოუქმენო ორჯერ პარტია გოუქმენ ჯარიმებს უწესებდნენ რა დიფსეიდე უნებოდათ ჯარიმაზე ხო და დღეს ტელევიზიაც არ აქვს ადამიანს ხა ამ პარტიას ხო და სოციალურ ქსელით მუშაობენ და ძალიან წარმატებულად კიდეც ძალიან ბევრი უყურებს უკვე რაც ერთი საკითხი ესე იგი არ ესე იგი ამდენი ხანია 7 წელიწადია თუ 6-7 წელიწადია უყურებ მაგათ მოყოლებული ინტენსიურად და ერთი საკითხი ჩავარდნილი არ აქვს მაგას რასაც ამბობდნენ ზუსტად ისე მიდიოდნენ ხან მოღალატეებად უწოდებდნენ ახლა ისინი რასაც საუბრობდნენ ეგენი საუბრობენ ადრე მოღალატეები იყვნენ თურმე ნაცები ზახოდნენ მე ეგი მთავრობის შექმნილი პარტიაო და ეგიო მერე ისინი ოცნება იძახოდა თქვენო ნაცებს გაასწარითო უკეო ბოჭო ქურდები თქვენ ყოფილიყავთ ოჯახთან ამოსთაქულებოდა მე გევიწოდი მაგელმაც გეძვნა სხვათა შორის ყველაფერს აჟღერებდნენ მაშინ პრემიერ-მინისტრებზედაც მინისტრებზედაც იმგეზედაც ამ კორუფციებზედაც ყველაფერ დააგიხდა ყველაფერი კარგი ახლა და კიდე აშავებდი ჯო აღინდათ ეს ორგანიზაცია ეს პოლიტიკური პარტია არის შემოყალიბებული სრულყოფილი გონივრულად განვითარებული და ცოდნე ხალხი ყველა სფეროში როგორც ეკონომიკაში ისე გეოპოლიტიკაში ისე საგარეოშიდაც კარგად შიფრა
და კარგად ესე იგი ჩიხიდან ერთადერთი ალტერნატივა არის ამ ქვეყნის რომ ქვეყანა დადგეს ფეხზე და მიცეს ხალხმა ლეგიტიმაცია ამ კონსერვატორების საქართველოსში და ამგენს რომ მიცეს ლეგიტიმაცია და ამგენმა რომ ძალოვნების ბრძანების უფლება მოიპოვონ გეუნებით უახლოეს დროში დადგება ყველაფერი საბანკო სისტემაც თვითონ გაიქცევენ ეს ბანკის რიგენი ეს მატლები საქართველოს 20% გაიქცევა თავისი ნამოქმედარი გამყიდველური საქმეებისგან გამომდინარე. გეუნები 20%. მერე და მოგვიწევს იმგენის ყურების ჩამოთრევა საქართველოში ტრანზიტად. კი, ბადრაგით. ბიჭო, არ მიეცით ლეგიტიმაცია და თხოვლებთ ამ ხალხიდან, აქიდან და იქიდან უტან. აი, თქვენ მარტო ლაპარაკობთ, კაცო, იგი რატო არ მოქმედებთ? ბიჭო, მომეცი ძალა? მომეცი ლეგიტიმაცია, არ მომეცი. აბა რას თხოვ? შენ ვისაც მიეცი ხმა, მოთხოვე იმას. იგი გპარავს და მე მატაკებ იმას. თუ ეგენი უჭკუები კი არ არიან, ახლა გარეთ გამოვარდნენ თხასავეთ. ეგენი არიან ჩამოყალიბებული სერიოზული გონებით სავსე ხალხი. და როცა საჭირო იქნება კიდევაც გამოვარდებიან. და ღმერთმა თუ დაჭირდა ქვეყანას და მტრების თან ბრძოლაში გინდა არაბი იყოს და გინდა გარდან შემოსული კიდე 1000 ნეხვი იარაღსაც მოგიდებენ ხელს. მოგიდებენ, აბა არ მოგიდებენ ხელს. თქვენ რა კურთხლები გონია მაგენი? პატრიოტები. და დიდ მადლობას უხდი ხატია ჯანაშიას, თეკლა გოგავას და დანარჩენ მანდილოსნებს გმირებს, რომელიც არის რა შეფასება მეცე ამ ადამიანებს ერთის სიხარული ესე იგი გავიზარდე დაღლილი ვიყავ სახში მოვედი და უყურებ რომ მინარეთს ხსნის კსანიში თვითონ არაბები მინარეთს ესე იგი დემონტაჟს აკეთებს 2 მეტრო გავიზარდე სიმაღლეში მთელი დაღლილობა მეხსნა თუ მე წინააღმდეგი კი არა ვარ მაგრამ რაც გაქვთ მეჩეთები ილოცეთ იმაში რატომ ბიჭო ესე იგი კსანისის ველზე მიწა რო ამოჭრა მეტროზე მეტროს სისქეზე ქართველი სისხლი იყო ჩაქცეული არაბებიდან ჩახვაკება იყო შინ ბრძოლა იყო საკუთრო სასიცოცხლო და შენ უარგისო შათლახო გამშვიდველო აი ძვლებზე რომელიც ქართველია დასაფლავებული მიწან შეჭამა უკვე მისი ხორცი და მისი სისხლია გაპოხიარებული ეს მიწა ზევიდან მეჩეთს აშენებიებ ქრისტეს ქვეყანაში შენ ვინ ხარ მაშინ და გამოდიხარ და ყოველ ტელევიზიაში დაწიხარ და აპრავებ შენ და მამა შენი ციხეში ხართ გასაშობი ორივე ხო იცი ბატონო პრემიერო მამა შენი იყო პუჩისტი გიაჭანტურიასთან ერთად სარიშვილთან ერთად და ხოცავდით ზვიადის მომხრეებს პირველ პრეზიდენტის გვერდში და საქართველოს გვერდში მყოფ ქართველებს თქვენი ოჯახი არის ბოროტებით მოცული და ვინც თქვენ გვერდში დგია ყველა ბოროტები ხართ მათ რა გიყოთ ახლა იგი ასია და სხვანაირად როგორ გითხრათ ამიტომ
ჩემი საუბარი მე ბევრად არ შეგარწყენთ თავს მინდოდა ესე აზრი დამეფიქსირებია ის რომ კულისებში მყოფი ესე იგი ებრაელთა მასონური სიონისტები მოქმედებენ ასე რომ ჩვენ ჯერ ჩამოიშალოს ქვეყანა თლად უკვე ნახევრად ჩამოშლილია თითქმის და ამ არეულობაში მე ესე იგი შემოგვასიოთ არაბები და არაბებთან ბრძოლაში ესე იგი მოგვიწევს დასუსტება აუცილებლად ბევრი დავიხოცებით ალბათ სავარაუდოდ იმიტომ რომ იარაღი მაგას აქვს და ჩვენ ორლიან თოფებით თუ გამოვალთ გარეთ თუ არა არაფერი არ გვაქვს და დანაროდო დაუჭიროთ კაც ჯიბეში იჭერთ ქართველს ქართველ ხლაპიები ხართ თქვენ თავრობაში ვინც ხართ თქვენ ხართ ბიჭო უჩათლახესი გამყიდველი მარტო ერის კი არა ქრისტეს გამყიდველები ხო და მე ჩვენ ესე იგი ამ დასუსტებულზე ესე იგი მე ებრაელებს უნდა კიდე მე იქიდან ებრაელთა მასონებს ყველა ებრაელზე არ მაგ ლაპარაკი აღარ წამოყოფ თავს მასონებზე მაგ ლაპარაკი რომელიც ესე იგი მე უნდათ რომ ესე იგი მე დაგვაჯდნენ წურბლებივით კისერზე მაგრამ არ მოხდება მასე ვერ მოხდება და არ მოხდება ცოტანი დავჩებით მაგრამ თქვენი ბუმბლი ბუნდღა არ იქნება აქ სულ არ მეშინია არც სიკვდილის და არც თქვენი ესე იგი იმისი იმიტომ რომ თქვენ უკვე იმ მდგომარეობაში ხართ რომ თან კუთხლები ხართ ფთხალები ხართ ნამეტან ერთად რო ხართ მგლები მე პატარა თუ შეგივარდათ კაცი შუაში იქნება აი ვაშხაცი დატრიალდა და მე ხართ ქვეშაფსმიები მე ასევე იგი მინდოდა მეთქვა ხო და ბიძოს შევახსენებ რომ ნუშობ იმას რასაც აკეთებ ახლა ნუ ეცდებით რომ თლად ჩამეიშალოს ქვეყანა შენ პირველი დღიდანვე იცოდი ნებისმიერი შენ დანიშნავდი პრეზიდენტები შენ ხსნიდი შენ პრემიერ-მინისტრებსაც ხსნიდი და ყველა ფული მაყუთი და ყველა კანალის ესე იგი არხი შემოდიოდა შენთან პირველი შენთან შემოდიოდა ეფული პირველი შემოდიოდა შენთან ეფული და არ იცოდი და დღე გუშინ გეიგეთ რომ მე კორუფცია ყოფილა თუ კარფური შენია და იგი არ იცოდი რანაირ გარიგებებში მომდე შენ ბიჭო 5-საურიანი 50 თეთრიანი ვერ გაგაპარებს კაცი მილიონებს კი არა 50 თეთრიანს ვერ გაგაპარებს კაცი ყველაფერი ფიქსირებული გაქვს ყველგან ყავს შეგზანილი აქედან რო უზანი კაც შეგზანილს ის შეგზანილს მეორე შეგზანილს უშობ კიდე რომ იგიც ორივე ერთად გააკონტროლოს და მე მესამეც რავა არა ყავს იგანი ეს შოპალეზები ვაზელინები ვაი ჯონდია ჯორდანა ბრუნო აი ფალავანდიშვილი ბატონო ანეს კიდე მანჯურია ენისაგმე ჩაჯულია უკვე შესაძლოა და რამდენ აგენ ხო რა ეროვნულ ტალღაზე იყვენ ბიჭო ალტიფოსთან რომ მიდიოდნენ აუ რასი კაჩებოდნენ მეთქვი ეგენი ბიჭო აუ ეგენ დაანგრევენ ქვეყანას ხალებში რა თქმა უნდა მე კი გატყობდით ზოგიერთებს და ახლა არაბიზაციას აპრავებთ ამ ქვეყანაში აგანი არაბიც უნდა იყოს რუსიც უნდა იყოს
ფრანგიც უნდა იყოს და 85 და 90 ნაცია იყო ეროვნებით საქართველოში, მაგრამ გააჩნია რა რაოდენობით, ვინმე. Čo მეტროში ღამეს ათევენ, უკვე ღამის გასათევი რო არა აქვს. ეგენ ყველა სტუდენტებია, დისერტაციას იცავენ იგინე კათედრას. Čo იმარი ტყვილი უნდა თქვა, შეუძა ამოთაკულო რომ მე შეშერდე დეიჯერო კენ მე რა ვიცი, მე თქვენსაც არა მართალი რომ მითხრა მაინც არ დავიჯერებ თქვენსაც. იმ დონეზე ხართ უკვე. ტყილზე ვიჯერებ თქვენსაც. და ქართველის გასაგონად ვამბობ. როგორც მე გეცემათ საშუალება აუცილებელი არის ყველა ოჯახში იდვას ქართველის ოჯახში ტოფი, იარაღი, ტოფი. აბი მრავალჯერადიანი ბალიშის ქვეშ. აუცილებელი იქნება. აუცილებელი იქნება ყველა ოჯახის უნეგი. მე გვიანი იქნება. შენ რო დანაჩანგლით შეხვდები და ის რო ავტომატით მოარადი და ახლა მარიაჟობენ ეგრეთ დღეში და ვითომ დევიჭირეთო მინდა ეჭირეთ ვიჯგენ 300,000 ნაგავი შემეიყვანე დაგანენ ურჯულო და 30 კაცი გოუში თუგან ეს ეგი მაგი ბიჭო ჩემი თხოვნაა ქართველებო არენდოთ განსაკუთრებულად ებრაელის ტომის ადამიანებს არა იმათ ბოდიშუხტი ვინც წესიერიდან სინდისნიერი ებრაელები ბრძანდებით მაგრამ იმ სიტუაციიდან გამომდინარე რომელიც თქვენ ყველას ერთად გაქვთ პრეტენზია სოფლიოში გაბატონებაზე ამისათვის თქვენ ხართ საქართველოს უნდობი ტომი მიუხედავად იმისა 26 საუკუნე იყავით აქ თქვენ მიწას უთხრით საქართველოს და ქართველებს რა გიყოთ პირში მთქმელი კაცი ვარ მე ვერ გენდობით ვერცეც უკვე სადვეძიო თქვენთან ვინაა მართალი ვინაა მტყუარი იყავით ვინც პატრიოტად იქნებით და სასუფეველისთვის ღმერთმა სიცოცხლე მოგიმართოთ უპალმა ვინც ეშმაკს აყოლილი ხარ და ხაზარები ხარ და მასონები და სიონისტები თქვენ გასაგონად ვამბობ თქვენ ქრისტეს ქვეყანაში დაღაფავთ სულს თქვენი ბუნდღა არ იქნება აქ გაფრთხილებთ კიდე გეუნებით წადით გადაშენდით აქიდან ჩერნოვცში გადადით ეგერ უკრაინაში ხომ მიდიხართ გზა გაქვთ სამყარო დიდია და გადაშენდით აქიდან სანამ დროა თუ არა იარაბებსაც მოხდება გვერდებში ქართველიდან და ქრისტედან რომელიც ვერ მეისვენა იქ უფალმა ხომეცა ის უდაბნო იქ ვერ მეისვენენ ავსტრალიაშიდაც იქნე აკოთებული აქვს ყველაფერი ირლანდიაშიდაც სადაც წევიდან ყველგან მონაგავებულია და ახლა აქაც აპირებდა ესე იგი ჩვენთვის შამოყარეთ და შამოთესლეთ ეს არაბები რომ ჩვენ გაგვანადგურონ თქვენ ებრაელო მასონებო გეუნებით მაგენსაც მოუწევთ არაერთხელ იქ წანისში დავმარხავთ იმ დაიმარხებიან იმ წანისის ველზე და პოხიერი გახდება მიწა და თქვენ წადით აქიდან ჯობია თორე თქვენი ჯერი დადგება მერე
გეუნებით მე ჩემით კი არ გეუნები. ქრისტეს სახელით გეუნებით. ქრისტეს სახელით გეუნებით, რომელსაც თქვენ ადონაის უძახით. ადონაის უძახით თქვენ ხო მასონები და სიონისტები. თქვენთვის ქრისტეს სახელი არის ადონაი. აი ის ადონაი იქნება თქვენ, რომელიც სატანას ესე იგი ამართლებს და თურმე ყოფილა მართალი შვილი ღვთისთვინ და ადონაი ესე იგი გაამართლეს და იგი ყოფილა ესე იგი შებრუნებით რო ფიქრობთ ყველაფერს ამას. ესე იგი ბოროტი ყოფილა ქრისტე და ადონაი ყოფილა მართალი. და დასაჯამ თურმე ღმერთმა დაუშვა შეცდომა. მამა ღმერთს რო უსწორებთ. სადა ქვეყნის შექმნელს ამას. თქვენ ჭკუაზე ხართ საერთოდ. მაგრამ თქვენ საიდან გექნება ჭკუა? დეიდაშვილი თქვენ არიცით, მამიდაშვილი თქვენ არიცით. მითო გამოდიხოთ მახინჯები. მე არ გლანძღავ თქვენ. ხო არის კაცო ასე. თუ არ არის ასე, მაშინ ბოდის გიხდით. მომიტევს უფალმა. თქვენ ხართ იმის მოდგმა, მამამ რომ შვილებიდან გააჩინა შვილები. აი ის მოდგმა, კარგად შეხედეთ თქვენი მოდგმა, ვინა? ნუ პატარა მე გაასალაშინეთ და ახლა დეიდაშვილებს და მამიდაშვილებს არ ზოგავთ. და თქვენ გვისწორებთ ჩვენ ქართველებს სულთა ცხოვრებას? რატო გკვრობ ჩვენ? ცოტა თქვენთვის ისრაელი, ისრაელიც არ ყოფნით, კაცო, იქ ლიბანი, იგი მოცხეთ, იქ კრუკში ყველაფერი გინდათ. მოშიახი მოვიდა? ამერიკის პრეზიდენტი ჩემ მოშიახიაო ხო ვიძახით? დაველოდეთ ქრისტეს და ვნახოთ. ამიტომ ერთ სიტყვას კიდე ვიტყვი. მე აპოლიტიკური პიროვნება ვარ, არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი, ვარ ქართველი. და არც დიდი ვინმე ვარ კიდე. ერთი მოხუცებული კაცი ვარ, რიგითი ქართველი და გული მტკივა ჩემ ქვეყანაზე. ერთადერთი ალტერნატივა არის მოაზროვნე პარტია კონსერვატორები საქართველოს. ამ ხალხს მე ვადევნებ უკვე დიდი ხანია თვალს, დახლებით 7 წელია და ერთი ხინჯიც ვერ მომნახე. ძალიან ფრთხილები არიან, ძალიან დაგვირებულები არიან, კარგად იციან ყველა სფერო და ყველა საქმე და რაც თვარია მოსყიდულები არ არიან. ვერცეთ ნაირად ვერ მოისყიდნენ ეს საზოგადოება. ბიძოც იყო შემოდით მისული, ბიძოს წარმომადგენელი. ამერიკის საელჩო დანაც იყვნენ ნიბძანებულები, ცალ-ცალკე. ნაცებიდაც გაკვირით რაღაცა ეცადენ, მაგრამ ნაცებს ვიჯო. ხო. აი, ხუინდრავა რო იყო მისული კიდე იმ დროს ცდილობდა საგარეო პოლიტიკით დაეწყო, ესე იგი ურთიერთობა ალტიფოს ტელევიზიაში და ეგრევე გუდანაბადია უკრეს. იცოდნენ ესე იგი ხაინდრას ისტორია, ერთი ავტობუსი ხალხი ამოწყვიტა, ამოხოცა. მეტეხისხიძე, როცა კარდიორი გაუხსნა, ესე იგი მაფიოზებმა უსიადგამსახურდის ესე იგი თანამებრძოლებს და ჩახოცეთ იქა. სხვათა შორის კობახიძის მამაც იყო იქა. მაქსაკბეში გარეული. სარიშვილიც, გიაჭანტურიაც. მინდა ახლა იგი დამოუკიდებლობის პარტიას გადასვლა კიდე. იგიც კაი იგი იყო.
ასე იყო ბატონო. ჩანაფიქრი აქვს ებრაელებს რომ დაეტაკონ ქართველები არაბებს და არაბები და შემდგომ გააგრძელონ მე ესე იგი ზემოდან ესე იგი გამაგრება თავისი იდეების მე და დაჩაგვრა ქართველების. ოდითგანვე პირველი დღიდანვე საქართველოში ესენი ფიქრობდნენ ჩვენ ოღონდ წყნარად იყვენ. არა ესე იგი ფულიან საქმეებში იყვენ მოთავსებული, მაგენი ბარი მე არ დამინახია მაგენის ხელში, თოხი მაგენის ხელში, ან წარმოებაში სადმე სუბტა წურბლები იყვენ, ესე ფულზე იყვენ მიმჟარი. თუ სადმე ფული იშონებოდა იგი ესე იგი წარმოების დირექტორებადაც არ კადრულობდნენ. იქიდან გააკეთებდნენ აცხად დიდ საქმეს, ესე ქარხანას რაღაცას და დასვამდნენ მე ქართველს. იქიდან და იმას მე გაჩავდნენ, ეწველავდნენ მაგრამ და ასე ამნაირად ვიჯენდით თავზე ამ ესე იგი მასონებს. დიდი მადლობელი ვარ კიდევ ერთხელ უხდი დიდ მადლობას ხატია ჯანაშიას თეკლა გოგავას ეს ორი ახალგაზრდა არიან კარგი ესე იგი კარგად შრომობენ როგორც აგიტაციით ისე ფიზიკურად და იგი და ხატია ჯანაშია არის ესე იგი ძალიან ვაჟკაცი პიროვნება და ღმერთმა სიკეთე მოგცეს შვილო ასეთი ენერგიის ქალბატონები ღმერთმა უმრავლოს საქართველოს და ქართველებო ამით ამთავრებ მაგალითად საუბარს ბიძოს აქ ესე იგი ჩაფიქრებული რომ ქვეყანა მთლიანად დაიჭიროს ყველა არ და თვითონაა დასაჭერი პირველ რიგში და ყველაფერი იცოდა თავიდან და ყველასგან ღებულობდა მაყუთს არა ბიჭო პრემიერ-მინისტრად რომ მიდიოდა ახლა იგინება ახლა მაგის ხალხი აქინა არ წოვდა იმას ნასოსით იმას მაყუთს რაგი უთხარით იმას ხოდა ებრაელია თვითონ და პირველი მტერია საქართველოს და ქართველის ბიძო ეკაზერაზე და შაიშიბლაშვილებზე კიდე ლაპარაკი ახლა დამთავრებული საქმეა მაგერიც კაჩავენ აქედან მაყუთს კიდე აქ არის ცეხები აქ და ტელევიზიები და ყველაფერი კარგად იყავით ქართველებო ფხიზლად იყავით ფხილად იყავით შეიძინეთ თოფები დააწყვეთ სახლში ვაძნებით საჭიროა კი არა კაცო კიდე ერთხელ განმეორდები ესე იგი იმარიაჟო და ქუჩაში ირვინოთ იმითი დაადევით რომ საჭირო იქნება მე უფალი გეტყვით როდის უნდა გამოხიდეთ შეგაწიოთ ღმერთით სადაქვეყნეს შემქმნელი და თქვენ ოჯახებში დაისადგუროს სიტყვეობა სიყვარული და სიკეთე გაიხარეთ